მოგესალმებით ნიმატაროს არხზე, ნიმატაროს არხის მეგობრებო. დღეს მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხოთ. ეს არის მისი ქვეცნობიერი ფიქრები ჩემთან დაკავშირებით. რა ხდება მის შინაგან სამყაროში, რასაც გარეთ არ აჩვენებს. მინდა დავიხმაროთ ჰემატიტი. ჰემატიტი ეს არის გონების სიმშვიდის, აზრების დალაგების თქვა. მინდა ახლა გაითავისუფლოთ გონება. დაფიქრდეთ იმ ადამიანზე, ვისაც ჩაიფიქრებთ და მოდი ვნახოთ რა ხდება მის შინაგან სამყაროში, რასაც გარეთ არ აჩვენებს. შევხედოთ ბარათებს. ხედავთ, რომ ადამიანის შიგნიდან სერიოზული გარდაქმნები მიმდინარეობს. ამ ყველაფერს შეიძლება გარეგნულად არ აჩვენებდეს და არ ამჟღავნებდეს. ნახეთ, უმაღლესი არკანი 20. ქვეცნობიერში ძლიერ გამოფხიზლებას მიუთითებს რა. შინაგანად უკვე თითქოს შეცვლილია. საკუთარ გრძნობებს, საკუთარ წარსულს, ასევე თქვენთან კავშირს ახლიდან აფასებს. ეს არის ბარათი, როდესაც ადამიანი ეძებს პასუხს, რას ნიშნავს ეს ურთიერთობა სინამდვილეში ჩემთვის. ეს შინაგანი ფიქრები აჩვენებს, რომ მასში მიმდინარეობს რაღაც ძველი დამოკიდებულებების გადახედვა. ასევე იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი შენთან კავშირს შემთხვევით მოვლენად არ აღიქვამს. მის შინაგან სამყაროში ახლა არის კონტროლის და თვითდისციპლინის დიდი მცდელობა. აქვს ემოციები, მაგრამ ცდილობს, რომ პოზიცია არ დაკარგოს, მართოს თავისი ემოციები იქიდან გამომდინარე, რომ არ გამოჩნდეს დაუცველი. ეს არის თითქოს როგორი ბრძოლა, იცი, რაღაც გრძნობები და გონება ერთმანეთს რო ებრძვის. რო ცდილობს, რომ აკონტროლოს სიტუაცია, აკონტროლოს თავისი ფიქრები, თავი შეიკავოს რაღაცებზე და მაქსიმალურად გაწონასწორებული იყოს, ხო? ეს არის უკვე ყველაზე ღრმა ფენა. აქ ჩანს, რომ ის შიგნით მიმდინარეობს რაღაცა ემოციური მდგომარეობა, ერთი ემოციური მდგომარეობიდან მეორე ემოციური მდგომარეობაში გადასვლა და ცდილობს, რომ ძიმე ფიქრები, შფოთვა, რაღაცა წარსულის ტვირთი, ყველაფერი უკან მოიტოვოს, ხო? ეს შეიძლება თქვენთან დაკავშირებით იყოს ამ პროცესის გავლა და მისი ერთგვარი წყნარი სივრცე ან გამოსავლის სიმბოლო შეიძლება იყოთ. ხვდებით, ანუ თქვენი დახმარებით ეცადოს, რომ ყველაფერი ძველი უკან მოიტოვოს რა. ანუ თქვენ იყოთ ის მყუდრო ნავსაყუდელი. რომ შევაჯამოთ მის ქვეცნობიერთან დაკავშირებული ამბები, ეს ემოციები, ანუ მისი ემოციები და ფიქრები არის უფრო მეტად ღრმა, ვიდრე ეს ყველაფერი გარედან ჩანს. გარედან თითქოს აკონტროლებს სიტუაციას, მშვიდია, რაღაცნაირი ზედმეტი ქაოსის გარეშე, თითქოს გულგრილიც კი არის ყველაფრის მიმართ, მაგრამ რეალურად მასში ხდება ძალიან ბევრი შინაგანი ცვლილებები, რაღაცები უნდა რომ დატოვოს, მოიტოვოს წარსულში, რაღაც ახალი ადამიანი გახდეს, ახალი ფიქრებით, ახალი მიზნებით და ალბათ ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ ზუსტად ის მყუდრო ნავსაყუდელი, თქვენ ხართ ის ადგილი, ის გამოფხიზლების საწყისი, რომელიც მას სიმშვიდეს მოუტანს. დღეისთვის სულ ეს იყო. გიმშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.